თბილისის მერი კი გერმანიაშია. დავით ნარმანია საერთაშორისო კონფერენციას ესწრება სახელწოდებით მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში. დღევანდელ სესიაზე მონაწილეებმა ევროპაში ურბანული განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ურბანული განვითარების ინტეგრირებულ პერსპექტივებზე, ასევე წყალმომარაგების სექტორში ესტონეთის გამოცდილებაზე. თბილისის მერთან ერთად კონფერენციაში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მონაწილეობენ. ძალიან ბევრი პრობლემა ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მიდგომები და მოსაზრებები, რაც გერმანიის თანამშრომლობის ბანკის მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანული დაგეგმვის, მყარი ნარჩენების მართვის თვალსაზრისით თანამშრომლობა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან და ამ მიზნით კონკრეტულ პროექტებზე გვექნება საუბარი. ჩვენ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი იქნა ჩვენი ხედვები, პრიორიტეტები, აგრეთვე დასახული სტრატეგია იქნა გაჟღერებული და წარიმართა მსჯელობა საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა გადადგმული ნაბიჯები და ასევე განხორციელებული წარმატებული პროექტები, როგორც მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, ასევე წყალმომარაგებისა და საავტომობილო გზების კუთხით.